კარგით, კამპუსის პრეზიდენტი არის და ვინ გახდა ეს იღბლიანი? გაბი, ცოტა მაღლა, შენს მხარეს. დიახ, ეს ბევრად უკეთესია. 3-0 ძმაო, დაიკარგე. წადი ლუზერო, შენ არ იცი თამაში. 1 სანტიმეტრი დაბლა, ოლივია. ხო, ეს ბევრად უკეთესია. ლორა, და რა შეგჭირდება ეს პლაკატი კამპუსში? მისტერ მაქსმა გთხოვა ამის გაკეთება. დღეს ჩვენ ვირჩევთ კამპუსის პრეზიდენტს. და რა შეგჭირდება ეს პრეზიდენტი? ფაზლ, არ იცი, ყველა სკოლას უნდა ჰყავდეს თავისი პრეზიდენტი. მოგენატრა მენდი და მისი პატარა ოინები? რა თქვი ფაზლ? მე შენზე არ ვლაპარაკობდი მენდი, მეგობარი მყავს და მასაც მენდი ჰქვია, მაგარია რა? ხო, კი, როგორ არა. კამილ, მე ვაპირებ კამპუსის პრეზიდენტად კენჭისყრას. ხმას მომცემ? მეც კამპუსის პრეზიდენტად ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. თუ გინდა, შეგიძლია რომ მე მომცე ხმა. ჰალკ, შენ რომ იყო ერთადერთი კანდიდატი, ხმას მაინც არ მოგცემდი. გაიგე? ლუზერო, შენ წააგე, დენს, მოდი შენი ჯერია. მაგრამ რატომ მენდი? კუნთიანები პრეზიდენტები არ ხდებიან. რა სიტყვია ბა კამილ, ხმას მომცემ? არა. იცი რა, როცა პრეზიდენტი გავხდები, შენს მეგობრებს ჰალკს, ნაის და ალბათ ფაზლსაც გავაგდებ კამპუსიდან. შენ მარტო დარჩები და ძალიან მოგეწყინდება. შენ ამას არ გააკეთებ. რატომაც არა? იმიტომ რომ მე ვიქნები კამპუსის პრეზიდენტი, გასაგებია? ამასაც ვნახავთ. კარგია ძმაო, მაგრად გამოგივიდა. კამილი პრეზიდენტი უნდა გახდეს. ჩვენ მას მივცემთ ხმას. ამბობენ რომ დღეს კამპუსის პრეზიდენტს ვირჩევთ. რა კარგი პოსტერია? ჯანდაბა გაბი, შეგიძლია სწორად დაიჭირო იგი? მაქსიმალურად ვცდილობ. ჰეი ბუშტო, რამდენია 7x7? გამოიყენე შენი გონების ძალა. გელოდებით. მისტერ მაქს დამოვიწყდა. ვირდებით რომ ვისწავლი. ლუზერო, რა სულელი ხარ. ეს არის სუპერ მარტივი. მეგობრებო, ვინ იცის რამდენია 7x7? მე ვიცი პასუხი. შემიძლია ვუპასუხო? შემიძლია? მე ვიცი. 7x7 არის 47. შედებილო. არასწორად თქვი? რა თქმა უნდა შენ ცდები, ჰალკ. 7x7 არის 49. მართალია პონკა. დაჯექი ბუშტო, შენ ვერასოდეს იქნები კამპუსის პრეზიდენტი. თუ არ ისწავლი გამრავლების ტაბულას. გაიგე თუ ვერა? გავიგე. სულელი ლუზერი, შენ ხარ სულელი. მე გთავაზობთ რომ ერთ-ერთი ჩვენგანი გახდეს კამპუსის საპატიო პრეზიდენტი. ბენსი მაგალითად, მას ისეთი დიდი თავი აქვს, რაც უფრო დიდია თავი, მით მეტია ტვინიც. კამპუსის პრეზიდენტი აუცილებლად ჭკვიანი უნდა იყოს. დიდი პატივისცემა ჩემგან, მაგრამ დიდი თავი არ ნიშნავს დიდ გონებას. კარგი, უბრალოდ შემოგთავაზეთ. დენს, მართლა დიდი თავი მოქვს მე? არა ძმაო, შენი თავი ჩვეულებრივი ზომისაა. ბატონო მაქს, მე გთავაზობთ არ დაკარგოთ დრო ხმის მიცემაზე. არამედ მე დამნიშნოთ ამ თანამდებობაზე. მე უკვე ნახევრად პრეზიდენტი ვარ. მე ვასრულებ შენს დავალებებს. მლიქვნელი. შენ ვერ დანიშნავ საკუთარ თავს პრეზიდენტად მენდი. ჩვენ გვექნება სამართლიანი ხმის მიცემა. თუ შენ მიიღებ ყველაზე მეტ ხმას, მაშინ შენ გახდები პრეზიდენტი. ეტვი არ შეგეპაროს, მე ვიქნები პრეზიდენტი. ამინა მართალია, ყველაფერი შეუფერხებლად უნდა მოხდეს. ეს უნდა იყოს სამართლიანი არჩევნები. ხმა მხოლოდ ერთ კანდიდატს უნდა მისცეთ. კანდიდატთა სია უკვე მზადაა. ერთადერთი კანდიდატი მე ვარ. ვფიქრობ, მე უნდა ვიყო კამპუსის პრეზიდენტი. მეც ჩამწერი ახლავე შენს სიაში. მეც მინდა ვიყო კამპუსის პრეზიდენტი. ზედმეტად ბევრს ითხოვ. დაამატეთ ლორა სიაში მენდი. კანდიდატი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი კამპუსში. ძალიან უაზროა ეს ყველაფერი. როგორ მოგწონს ჩემი მანიკური? ჩვენ ხმას მოგცემთ. პრეზიდენტი უნდა გახდე. დღეს ვაპირებ ჩეჯიბრის მოგებას? საიდან უნდა ვიცოდე? ჩემი მილკშეიკი უკვე გათავდა. პონკა, შეგიძლია შენი მომცე? იოცნებე. მე ნუ შემომხედავ საერთოდ.
კარგი, ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ კამპუსის პრეზიდენტად ვიყარო კენჭი. აბა, მითხარით, როგორი იდეა? შესანიშნავი იდეაა, ძმაო. დილან, აბა, უკვე იცი რა სარგებელს მოიტან კამპუსისთვის? არ ვაპირებ ამაზე ფიქრს, მე მხოლოდ პრეზიდენტი გავხდები და სულ ესაა. რა ჯიუტი პრეზიდენტია, მაკოცე ხელზე ბუშტო. მოშორდი დროზე. დილან, იცოდე, რომ ჩემგან მაქსიმალურ მხარდაჭერას მიიღებ შენ. ჩემი ხმა შენია. გაიგე, ძმაო? ვა, თუ დილანი პრეზიდენტი გახდება, ცოლად გავყვები და პირველი ლედი გავხდები. სწორედ ამიტომ ვაძლევ ჩემს ხმას დილანს. ჰეი, ბუშტო, თუ პრეზიდენტი გავხდები, გვირდები, რომ უფასო კევების აპარატს დავაყენებ კამპუსში. კარგი, ძმაო, შენ ჩემი ხმაც გაქვს. და შენზე რა სიტყვი ფრეშ? თავს შევიკავებ, ჩემ ხმას ჩემთვის დავიტოვებ. რა საზისხარი ნერდია. უკვე მიეცით თქვენი ხმა კამილს ლუზერებო? ჩვენ არ ვაპირებთ თქვენს კამილს მივცეთ ხმა. ჩვენ უკვე გვყავს ჩვენი პრეზიდენტი და პირველი ლედი. აბა, ვინ არის შენი პრეზიდენტი? დილანი ჩვენი პრეზიდენტია. ის კამპუსში მაგარ ცხოვრებას დაგვირდა. გაიგეთ ეს? უი, სხვათა შორის, კამილმა მთხოვა, რომ ეს გადმოგვეცა თქვენთვის. და $100 თითოეულ თქვენგანს. ყველას მოგცათ ეს ბუშს, ეს ფრეშს, ეს დილანს, ეს პონკას და ეს გუფის. $100? ყველას? ბუშტო, შენ სულელი ხარ? რა თქმა უნდა ყველას და კიდევ ერთი რამ. თუ კამილი პრეზიდენტი გახდება, ყოველ კვირას მიიღებთ. არ მინდა შენი კვების აპარატი დილან. მე ჩემს ხმას ახლა კამილს მივცემ. კამილს მინდა რომ ცოლად გავყვე ახლა. ის არის ნამდვილი პრეზიდენტი და ხალხისთვის ფულს არასოდეს დაიშურებს. დილან, ბოდიში ძმაო, კამილიც ადამიანია და ისიც იმსახურებს, რომ გახდეს კამპუსის ღირსეული პრეზიდენტი. ამიტომაც მე მას მივცემ ჩემს ხმას. ასე ჯობია. ჰაჰა, ლუზერები მოტყუდნენ. მე სულაც არ მინდოდა პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ამას ხუმრობდი. იჩქარეთ ბიჭებო, ჩვენ ვარჯიში გვაქვს, არც კი გამოგიცვლიათ. დიახ პრეზიდენტო, გასაგებია ეს. შეწყვიტე პრეზიდენტის დაძახება, ჰალ, ჯერ არ აურჩევივართ მათ. კარგი, წავიდეთ. იცით ბიჭებო, როცა კამილი პრეზიდენტი გახდება, მე გავხდები მისი დაცვა და ყველა გოგო უკან დამიბრუნდება საერთოდ. ჰალკ, რამ გაფიქრებინა, რომ შენ იქნები მისი მცველი? ჰო, რატომ ფიქრობ ასე? მე თუ არა აბაშვინ, შენ გამხდარი ხარ ფაზლ, შენც გამხდარი ხარ ნაის და მე ძალიან ძლიერი ვარ. ჰალკ, მოაშორე შენი ბიცეპსები აქედან. რატომ? რატომ და იმიტომ. გაგიჟდი ფაზლ. გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობათ გოგონებო. მე და გოგოები დღეს მივდივართ კლუბში, ჩემი გამარჯვების აღსანიშნავად. მაგრად გავერთობოდი. სურთ ჩვენთან ერთად წამოსვლა? ვაუ, მე წამოვალ. მეც მე გთავაზობთ წვეულების შემდგომ ჩემს სახლში წასვლას და ღამით დარჩენასაც. თუ გინდა შემიძლია შენთან ერთად ვიცეკვო, ნელი ცეკვა. რა თქმა უნდა, მინდა და ვინიც ეკვებს ჩემთან ერთად? მე ვიცეკვებ, თუ წინააღმდეგი არ ხარ. უნდა დაუფიქრდე. კარგი, მოვიფიქრე. რა თქმა უნდა, მე თანახმა ვარ. კარგია, მაშინ სწრაფად მომეცით ხმა, რომ პრეზიდენტი გავხდე და წავიდეთ წვეულებაზე. რას ნიშნავს ხმა მოგცეთ? ჰა? ჩვენ რეალურად კამილს ვაძლევთ ხმას. ხო, კამილი პრეზიდენტი უნდა გახდეს. ჩვენ არ ვღალატობთ მეგობრებს. ჰა, აბა, თუ არ გინდა ხმა მომცე, მაშინ წვეულებაზე არ წაგიყვანთ. ხო, შენს კამილთან ერთად იცეკვე მაშინ. წავიდეთ აქედან გოგოებო. ჰა, მეგობრები. გამარჯობა ყველას. დღეს ჩვენ ვირჩევთ ჩვენი კამპუსის პრეზიდენტს. ხომ იცით ეს? მისტერ მაქსი საუკეთესოა. დღეს გავიგებთ იმ იღბლიანის სახელს, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს. მაგარია. ყველაზე სულელური არჩევნები. ჰეი ლუნა, გეყოფეთ, ჩემი ძმა მალე გამოვა. კარგი, შევხვდეთ ჩვენს პირველ კანდიდატს, ლორას.
ვითხარი, რას გააკეთებ ჩვენი კამპუსისთვის? ხო, ჩემი მეგობარი გახდება პრეზიდენტი. გაიგონეთ ეს? ლორა, საუკეთესოა. გამარჯობა მეგობრებო. პრეზიდენტი რომ გავხდები, კამპუსში ყველა გოგოს მივცემ უფლებას მოკლე კაბები ჩაიცვას. და მე მადლობთ ლორა, საკმარისია. მე უბრალოდ მინდო დიდი მადლობა ლორა. და ჩვენი შემდეგი კანდიდატი არის კამილი. ვაუ, გამარჯობა ყველას. მიხარია რომ მოხვედით ჩვენი კამპუსის ახალი პრეზიდენტის ასარჩევად. საერთოდ არ ვართ ბედნიერები. კამილ, ჯობია გითხრა, რისი გაკეთება შეგიძლია კამპუსისთვის? ვითხარი კამილ, რას გვირდები, რას გააკეთებ, როცა კამპუსის პრეზიდენტი გახდები? კამპუსში ყველაფერს გავაუმჯობესებ, საერთოდ ყველაფერს. ვაუ, ჩვენ გვიყვარხარ კამილ. საუკეთესო პრეზიდენტი ხარ. ჩვენ გირჩევთ შენ. დაჩუმდით ლუზერებო. რა იყო? მოგისყიდეს ლუზერებო? არა. ასევე მინდა განვაახლო ჩვენი კაფის მენიუ, შოკოლადის ფონდანტი, მარწყვის ნაღებით და უამრავი უფასო ნაყინით. ვაუ! ეს ძალიან გემრიელი დაპირებაა. დარწმუნებული ვარ, კამილი გაიმარჯვებს. გმადლობთ კამილ, გასაგებია. ახლა კი ჩვენი ბოლო კანდიდატი, შევეგებოთ ადმინისტრატორი მენდი. აპლოდისმენტები, მეგობრებო. მე რატომ არ მხვდებით წინა კანდიდატებივით? დაჯექი ბუშტო, ნუ იქნები მლიქვნელი. მე ყველას ვიმახსოვრებ, ვინც ტაში არ დამიკრა. ინანებთ ამას. მენდი, როგორც ვხედავ, ბავშვებს არ უხარიათ შენი ნახვა. რას გააკეთებ, როდესაც კამპუსის პრეზიდენტი გახდები? მოკლედ მეგობრებო, პირველ რიგში, როდესაც კამპუსის პრეზიდენტი გავხდები, მე გავხდები ასევე კეთილიც. ასევე ყველას ამოვწერ ჩემი შავი სიიდან და აღარასოდეს ჩაგწერთ იქ. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, მიყვარხარ კამპუსს. ჩვენ არ გვჯერა საერთოდ შენი. მადლობა მენდი, ძალიან გულისამაჩუყებელი გამოსვლა იყო. მოკლედ, ახლა დროა ვიცოდეთ კამპუსის პრეზიდენტის სახელი. კარგი, კამპუსის პრეზიდენტი გახდა. ვინ არის ეს იღბლიანი ადამიანი? მოკლედ, კამპუსის პრეზიდენტი გახდა კამილი. ჰო! დიდი მადლობა კამპუს, იმედებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ. სულ ესაა, ჩვენ უკვე ავირჩიეთ ჩვენი პრეზიდენტი. გილოცავ, ჩემი მეგობარი პრეზიდენტია. ბავშვებო, მიეცით ამ ვიდეოს ბევრი მოწონება და თვალი ადევნეთ ჩვენს ახალ სერიებს. შევხვდებით მალე.